ეს არის წიგნი, რომლის კითხვისასაც გაიცნო დუა ლიპამ და მისმა მეუღლემ ერთმანეთი. ამბავი არის ესეთი, რომ ორივე დამოუკიდებლად კითხულობდა ამ წიგნს კაფეში თუ სადღაც ზუსტად არ ვიცი. შეამჩნიეს ეს ამბავი და შედეგად მოხდა მათი გაცნობა. შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები არ ვიცი, თუმცა რატომ არის ეს ამბავი ამ ამბავში მნიშვნელოვანი, გეტყვით, მე ზუსტად ამ ამბის შედეგად აღმოვაჩინე ეს წიგნი, რომელიც დღეს მინდა გაგიზიაროთ თქვენ. ამერიკელი ავტორის ერნან დიასის წიგნის სახელწოდებით ნდობა, რომელსაც 2023 წელს გადაეცა პულიცერის პრემია. წიგნი გვიყვება ფინანსური სამყაროს გავლენიანი მაგნატის და მისი დუმალი ცოლის ისტორიას. წიგნი საინტერესოა არა მხოლოდ მისი შინაარსის გამო, არამედ მისი დაწერის ფორმითაც. წიგნი შედგება 4 ერთმანეთთან დაკავშირებული ნაწილისგან, 4-ვე მათგანი ერთი და იმავე ამბავს აღწერს, თუმცა განსხვავებული პერსპექტივით. ბოლოს კი თქვენ ერთი ისტორიის თუ ამბის 4 განსხვავებული ინტერპრეტაცია გაქვთ. თუ თქვენ გაინტერესებთ სიმდიდრის, ძალაუფლების, სიყვარულის, სამართლის თუ სიმართლის თემები, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა. წაიკითხეთ, ისიამოვნეთ და გამიზიარეთ შთაბეჭდილებებით. დროებით.